მოგესალმებით ქართველებო, თან გილოცავთ. ყობახიძემ ნამდვილად გადადგა, აი მართლა კარგი ნაბიჯი და ტაჯიკეთშია დღეს სასული. მე რა ვიცი რა, 100,000-ობით და მილიონობით ქართველი ალბათ დაღუპული იმის გულობისთვის, რომ მართლმადიდი ქრისტიანობა შეენარჩუნებიათ და ევროპასთან გზა შეენარჩუნებიათ. და ყველაფერს რო დავიდავანებოთ სულხან საბაურბელიანი ტრიალებს ალბათ საფლავში ახლა ვენტილატორივით. ნუ არ ვიცი ახლა მეტი რა უნდა გააკეთოს ამ ხელისუფლებამ, მეტი კიდევ რა დანაშაული უნდა ჩაიდინოს და მინდა ახლა იმ ქართული ოცნების მომხრეებს და იმ ადამიანებს ვიმართო, ვისაც Facebook-ი გადატენილი აქვს ხატებით, ლოცვებით, ამინი დაწერე და ღმერთი შეგეწევა და რაღაც ამნაირი 1000-ნაირი სისუნელეებით, ღმერთთან სურათებით, ეკლესიასთან სურათებით. აი, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. პროპაგანდით იმდეს გაიკეთებენ, ისე შეგაზიზღებენ ყველაფერს, რომ პატარა ხანში ალბათ უკვე ვნახავთ მეჩეთების სურათებს, უკვე ვნახავთ ხომეინის სურათებს და უკვე ვნახავთ მუსულმანური სარწმუნოების ლიდერების სურათებით გადაჭრილებულ ქართულ Facebook-ს. მე წინააღმდეგი არა ვარ არც ერთი რელიგიის, ნამდვილად ღმერთმა თავის ადგილი აქვს და ღმერთმა გაუმაჯოთ მის მორწმუნეებს, ჩემი საქმე ნამდვილად არა, მაგრამ ჩვენ ვართ ქრისტიანული სამყარო და უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობა ქრისტიანულ სამყაროსთან. აი და ასე თუ გავაგზელეთ, დედა აღარ ეყოლება მაგ ქვეყანას. მადლობთ ყურადღებისთვის.